ეხლა ვართ სლოვაკეთში, ბრატისლავაში. ცოტა ხანი დავათვალიერებთ და მე წავალთ სერბეთში. ეხლა ვართ პარკინგზე, ვიდოლოთ პარკინგს. ახლა დავაპარკინგით და და თან დამიწერა რომ უფასო არის ამ პერიოდში და შეგიძლია რომ არ გადაიხადო. დღეს გვაქვს ძალიან დატვირთული დღე. ჯერ ხო ბრატისლავა უნდა მოვინახულოთ. მე აქედან მივდივართ უნგრეთში, კონკრეტულად ბუდაპეშტში. ბუდაპეშტში უნდა ვიაროთ, მოვინახულოთ მთელი ბუდაპეშტი და მე იქიდან მივდივართ სერბეთში. ნოვისადში უნდა დავრჩეთ. ყველა არის გარეთ. ყველაფერი არის დღეს დაკეტილი. იმიტომ რომ კვირა დღეა. დღეს აქ აპოკალიფსია ჩვეულებრივი. რაღაცა საოცარ პურის საცხობში შემოვედი. ჯერ სუნიას საოცარი, მე პროდუქტები არის გასაოცარი და ავიღეთ რაღაცები მთელი პარკი. სტარბაქსში ავიღე მჟავე ვაშლის ფრაპუჩინო, რომელიც არის უგემრიელესი. ჰელოუინის სეზონის არის და ჩემი ფავორიტია. ლაშა რა გასინჯი ახლა? ყავა გავსინჯე არა, რა ქვია მაგას? ჟავე ვაშლის. მე ფრაპუჩინო. აი ხატ გამოიწავე. ფრაპუჩინო. იმეგრე ლაპარაკობდა ძაღა. ძალიან ლამაზ ცენტრია და ხალხი მრავალი. ხინკლის ადგილიც ვიპოვეთ. უნგრეთში შემოვედით თუ არა გაბრწყინდა ახალურობა. უბრალოდ ხიდი იყო, რომელიც გადმოვჭერთ და აღმოსვით უნგრეთში. როგორც იქნა 3 საათიანი მგზავრობის მერე ჩამოვედით უნგრეთში. აი ესეთი ლამაზი ადგილი არის. ბუდაპეშტში ულამაზესი არის, როგორც კი ქალაქში შემოდიხარ. სტუდენტობისას ვარ აქ ნამყოფი და ნოსტალგიები შემომაწვა. მანქანა აქვე დავაყენე. ახლა გავივლით, გამოვივლით და საღამოსკენ უკვე წავალთ. ჯერ უნდა მოვძებნო პარკირების გადასახდელი. მთელს უნგრეთში უფასო ყოფილა დღეს პარკირება. როგორც სლოვაკეთში, როგორც ჩანს ევროპის ქვეყნებში, კვირა დღეს პარკირება უფასოა. ვენიდან როგორც კი გამოვიდით, ეგრევე დაეტყო ქვეყნებს დაბლა სვლა. ვსეირნობთ ახლა ქალაქში, მაგრამ ერთ საათში უკვე გასვლა გვიწევს. ივინეტი მიმთავრდება, იმიტომ რომ ერთდღიანი ვიყიდე და ამ ცენტრალური ქუჩის გარდა ძალიან ბევრი რამეა აქ სანახავია. ეს მთავარი შენობები, პარლამენტი თუნდაც, სხვა შენობები, რომლებიც არქიტექტურით გამოირჩევა. ვიღაცა ბიჭმა წერან გვანიშნა ესე რა და მე მეგონა მე მეთქი ცხურზე რამე მოხსნილ და ცოტა გვიან მივხვდი რაც მანიშნა. აქაურ მაგშიც გავჩერდით და ეს არის ლაშას ბურგერი. მე ავიღე მარტო ფრი, იმიტომ რომ ვეგეტარიანული არჩევანი არ იყო. ქლიავის და დარიჩინის ღვეზელი ჰქონდათ, დარიჩინის გემო არ აქვს და დიდად არ მომეწონა. თუნდაც სეირნობენ გემები, რესტორნებიც არის, სასტუმროებიც კია და აქედან არის ულამაზესი ხედი. მანქანამდე გზად კოშკში წამოვედით, საიდან არის არაბუნებრივი ხედი. ყველაზე ფოტოგენური ადგილია მთელს ბუდაპეშტში. რა სილამაზეა. ესეც შიგნით. ბევრად უფრო გიგანტური მახსოვდა და არ ვიცი რატო. ისეთი გარემოა, რომ ფილმში გეგონება თავი. ესეთი დაღლილი დიდი ხანია რომ ყოფილვარი.